წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. ღვთის შიშისა და ლოცვისათვის. ყოველი სათნოების თავი არის შიში ღვთისა, რომელიც რწმენისგან იშვება. იგი მაშინ ჩნდება კაცის გულში, როცა ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვას მოერიდება მისი გონება და განცხრომისაგან გაბნეულ გონებას შემოიკრებს, რათა გაისარჯოს საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად და იწყებს სათნოებების შეძენას. ძნელად მოიპოვება კაცი, რომელსაც შეუძლია მიიღოს პატივი და ამან სიამაყე არ მოგვაროს მას. ცხოვრების გზის თავია ის, რომ გონება მუდამ იმეცნებდეს ღვთის სიტყვას და იმყოფებოდეს სიგლახაკეში, რადგან ღვთის სიტყვის შეცნობა შეეწევა სიგლახაკეში ყოფნას. უპოვარება მოგცემს შესაძლებლობას ღვთის სიტყვის შესაცნობად, ხოლო ორთავე ამის შეძენა მალე აგიყვანს სათნოებების სიმაღლეზე. ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ საერო შფოთს არ მოარიდებს თავს. ხოლო მორიდებაში ვგულისხმობ არა მარტო სხეულის მორიდებას, არამედ საერო საქმეებისგან გონებით სრულიად მოწყვეტას. რადგან სათნოება ისაა, როცა კაცი თავისი გონებით სრულიად მოერიდება ქვეყნიურ საქმიანობას. ვიდრე ჩვენი საცნობლები ხილულ საქმეებს შეიწყნარებენ, ჩვენი გული ვერ დამშვიდდება, ვერც ხორციელი ვნებები განელდება, არც ბოროტი გულის თქმები დაცხრება უდაბნოს გარეშე. ყოველი საქმე თავის საზღვრებში კეთილია, ხოლო საზღვრებს გარეთ კიდეც რომ კეთილად მივიჩნიოთ, ისიც საზიანო შეიქმნება. იმისთვის, რომელიც არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობს, ეს ცხოვრება მოსაწონია. ასევე ვინც შორსაა კეთილი გულისხმიერებისგან, მასაც უყვარს ეს ცხოვრება. კეთილად თქვა ერთმა ბრძენმა, რომ სიკვდილის შიში იმას აწუხებს, რომელსაც ამხილებს მისი გონება, ხოლო ვისაც აქვს მართალი რწმენა, მას სიკვდილი ისევე უნდა, როგორც ცხოვრება. კაცს, რომლის გონება ამ ქვეყნიური საზრუნავებითაა დაკავებული, ნუ მიიჩნევ ჭეშმარიტ ბრძენად. ყველაფერი კეთილი და ბოროტი, რაც შენ შეგემთხვევა, მიიჩნიე სიზმრად, რადგან ასეთი საქმეები მარტო სიკვდილისას კი არ გაქრება, არამედ სიკვდილამდე ბევრჯერ მიგატოვებს და მოგერიდება. თუ ამ საქმეებს საზიარო ექნება შენს სულთან, იცოდე, რომ ისინი შენია, ამ წუთი სოფელშიც შენთანაა და მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც შენთანავე იქნება. თუ ეს საქმენი კეთილია, გიხაროდეს და მადლობა შესწირე გონებით უფალს, ხოლო თუ ბოროტია, მაშინ მწუხარე იყავი და მოთქმით იტირე ცრემლებით და ეძებე გამოსავალი იქიდან, ვიდრე კიდევ სხეულში ხარ. კურთხეულია შეწევნა ღვთისა, რომელიც გვიღებს წყალობის კარს, რათა სხვა არავითარი სათხოვარი ჩვენ არ გვქონდეს, გარდა სურვილი მასთან მიახლოებისა. რადგან სწორედ ამიტომ ვტოვებთ ყოველივეს და გადის ჩვენი გონება მის საძებრად, როცა არა გვაქვს რაიმე დაბრკოლება. რამდენადაც მიატოვებს საყვარელნო კაცის გონება ქვეყნიურ საქმეებს და მარადიულისთვის იწყებს ზრუნვას, რამდენადაც იგი მიწიერ საქმეებზე ამაღლდება, იმდენად მისი სული გაბრწყინდება. როცა გაბრწყინდება გონება და ამ ქვეყნიურ ამაოებაზე ამაღლდება, მაშინ შეიძენს იგი საღვთო საქმეების ხედვის უნარს. რადგან თუ კაცი პირველად არ გახდა ღირსი ღვთიური გამოცხადებისა, ვერ შეიცნობს მას. თუ არ მიაღწევს სიწმინდეს, გული მისი ვერ გაბრწყინდება დაფარული საქმეების დასანახად. თუ ქვეყნიურ საზრუნავებს არ მოერიდება, ვერც ქვეყნიურ ბრძოლებს მოირიდებს თავიდან
და არც ბნელი გულისთქმებისგან გაითავისუფლებს თავს. სადაც სიბნელეა, ბოროტი ვნებებიც იქაა. თუ არ გათავისუფლდა კაცი ყოველივე ამის მიზეზთაგან, ვერ შეძლებს მისი გონება ღვთის დაფარული საქმეების ხედვას. ამიტომ ბრძანა უფალმა, რომ ყველაზე უწინ უნდა მოვიპოვოთ უპოვარება და განმეშოროთ ქვეყნიურ შფოთსა და კაცობრიულ საზრუნავს, რადგან ამბობს, ვინც არ მოირიდებს მთელ თავის ქონებას და არ უარყოფს თავის თავს, მას არ შეუძლია ჩემს მოწაფედ ყოფნა. ხოლო ეს იმიტომ თქვა, რათა არაფრით ევნოს გონებას, ხედვით, სმენით, ქვეყნიურ საზრუნავებზე ზრუნვით, არამედ ჩვენი გონება უნდა მივაჯაჭვოთ მხოლოდ ღვთის იმედს. ჩვენი საზრუნავებიც მისკენ უნდა მივმართოთ, რათა მუდამ გვსურდეს მასთან საუბარი, რაც არის ლოცვა. ხოლო ლოცვა საჭიროებს დიდ გამოცდილებას, რათა მასში დიდხანს ყოფნით ბრძენი შეიქმნეს ჩვენი გონება. რადგან როცა შევიძენთ უპოვარებას, ამის შემდეგ მოგვინდება ლოცვაში ყოფნა, რათა ჩვენმა გონებამ ისწავლოს მუდმივი ლოცვა და მისგან მივიღოთ გამოცდილება. ლოცვის წინამძღოლია ადამიანებისგან მორიდება, რითაც შეიძინება სიყვარული ღვთისა. იცოდე ძმაო, რომ ყოველი კეთილი საქმე ლოცვაშია, იგია საზღვარი სიკეთისა. სწორედ აქედან მოდის წიგნის კითხვა და დიდების მეტყველება ღვთისა, წუხილი ღვთისთვის, მუხთა დრეკა და ფსალმუნთა გალობა. ასევე სხვა სიკეთენიც ლოცვისგან იბადება, მისგან იშვება სიყვარული ღვთისა, რამე თუ ღვთის სიყვარულს აჩენს ლოცვა, ხოლო ლოცვას ბადებს განშორება. განშორება, ანუ მორიდება კი ისაა, რომ გქონდეს ადგილი, სადაც ჩვენ მარტონი ვისაუბრებთ ღმერთთან. ასევე განშორებას წინ უძღვის ერიდან მორიდება, რადგან თუ კაცი პირველად არ მოერიდება ერულ ცხოვრებას და არ მოიცლის საერო საზრუნავთაგან, ვერ შეძლებს მარტოობას. ასევე საერო ცხოვრებიდან მორიდების წინამძღვარი უნდა იყოს მოთმინება, მოთმინების წინამძღვარი კი სიძულვილი წარმავალი ცხოვრებისა. წუთისოფლის მოძულების წინამძღვარი კი არის შიში და სურვილი საუკუნო ნეტარების მოპოვებისა. რადგან თუ კაცი პირველად არ შეიძენს ამგვარ შიშსა და სურვილს, ვერ ექნება მას ამ ქვეყნიურობის სიძულვილი და თუ არ მოიძულებს მას, ვერ გაუძლებს ქვეყნიური მოსვენების გარეშე ყოფნას. ხოლო თუ არ შეიძენს მოთმინებას, ვერ შეძლებს მკაცრ და უდაბურ ადგილზე გაჩერებას. ხოლო თუ არ გაჩერდება უდაბნოში, ვერ დაეუფლება ლოცვას. თუ ვერ ილოცებს და ლოცვის ძალა მის გონებას არ შეაშინებს, მაშინ ვერც სიყვარულს მიაღწევს. ამის შემდეგ იცოდეთ, რომ ღვთის სიყვარული ლოცვისგან იშვება, ლოცვა კი დაყუდებული ცხოვრებიდან, დაყუდება უპოვარებისგან. ამ ქვეყნიურობის სიძულვილი სატანჯველთა შიშისა და სასუფეველში დამკვიდრების სურვილისგან, რადგან გულისთქმებს ის შეიძულებს, ვინც იცის თუ ეს გულისთქმები როგორ სატანჯველებს უმზადებს მას, ანუ რა სიკეთეს მოარიდებენ ისინი კაცს. ასევეა ყველა სათნოება, ისინი ერთმანეთისგან იბადება. თუ კაცს მოაკლდება ერთი მათგანიც კი, იგი სხვებსაც ვერ მისწვდება. როცა გექნება სურვილი კეთილი საქმის დაწყებისა, უპირველესად შენი თავი შეამზადე განსაცდელებისთვის. ნუ იქნები ჭეშმარიტების მიმართ ორგული, რადგან ეშმაკს აქვს ჩვევად, რომ როცა ნახავს კაცს მოღვაწეობაში მონდომებით შესულს, შეამთხვევს მას მრავალგვარ განსაცდელებს, რათა შეაშინოს იგი და დაშრიტოს მისი მხურვალება. მაგრამ მას არა აქვს ისეთი ძალა წინააღმდეგობისა, რომ ვეღარ შეძლოს კაცმა სიკეთის კეთება,
არამედ მას უშვებს ღმერთი, ისე როგორც მოხდა მართალი იობის შემთხვევაში. ხოლო შენ შეამზადე თავი განსაცდელებისთვის და შემდეგ დაიწყე სათნოებების შესრულება. ვინც მცირეს გამო უმადლოა, იგი დიდ საქმეშიც იქნება მტყუარი და უმადლო. ვინც უძლურია და იცის თავისი უძლურება, მისი განკურნება ადვილია. ვინც აღიარებს თავის სატკივარს, მას მალე დაუდგება ლხინი. ულმობელი გულის ტკივილები უფრო მრავლდება. ავადმყოფის სატკივრები, რომელიც თავის მკურნალს ეურჩება, კიდევ უფრო ძლიერდება. არ არის შეუნდობელი ცოდვა, თუ კი მას კაცი ინანიებს. ხშირად გაიხსენე ისინი, ვინც შენზე მეტია სათნოებებით, რათა მუდამ გახსოვდეს შენი ნაკლი. ასევე გაიხსენე შენზე უფრო ძლიერთა დაცემაც, რათა შენი კეთილის საქმეებით დაიმდაბლო თავი. დევნე შენი თავი, რათა შენგან განიდევნოს მტერი. ეცადე მშვიდობა იქონიო შენში, რათა ცადა დედამიწა შენს მიმართ იყოს მშვიდად. დაიღალე ღვთის წინაშე დგომით წმინდა და ლმობიერი გონებით, რათა არაწმინდა გულისთქმებისგან დაიცვას ღმერთმა შენი გონება, რათა არ დაიგმოს ღვთის გზა შენში. უჩვენე ღმერთს შენი უძლურება და მტრისგან შენ არასოდეს გამოიცდები. ძველი დროის მამებს აქვთ ნათქვამი, რომ ვიდრე კაცის საცნობლები არის უძლურებაში, კიდეც რომ ეცადოს გონება ჯვარზე ასვლას, ღვთის რისხვა დაატყდება მას თავს. ხოლო ჯვარზე გაკვრაში გულისხმობს არა პირველ საზომს, რომელიც არის გასაჭირის მოთმენა, რაც არის ხორცით ჯვარცმა, არამედ გულისხმობს მეორე საზომს, რომელიც არის შინაგანი ხედვა, სულის განკურნების შემდეგ რომ მოდის კაცთან, ვისი გონებაც შებღალულია ვნებებისგან და ცდილობს ამგვარი საქმეების მიღწევას. პირი მისი რისხვისგან შეცვლილია, რადგან პირველად არ განწმინდა მან შრომით გონება და ხორციელი გულისთქმებიც არ დაიმორჩილა. არამედ მოსმენითა და კითხვით მიუყვებოდა იგი ნისლით სავსე გზას და თვალი დავსილი ჰქონდა. რომლებიც თვალით იხედებიან და სინათლით არიან სავსენი, ყავთ მადლიანი წინამძღვრები. ისინი დღედაღამ გასაჭირში იმყოფებიან და თვალი სავსე აქვთ ცრემლით და მუდამ ლოცვასა და ტირილში არიან, რადგან აშინებთ იმ ძნელი და ვიწრო გზის გავლა, რაც ელით მათ. თუ შენი თვალი არ არის წმინდა, ნუ იკადრებ მზის შეხედვას, რათა ის ნათელიც არ წაგერთვას, რომელიც კიდევ გაქვს, რაც არის მართალი რწმენა და სიმდაბლე და გულითადი აღსარება და კიდევ მცირეოდენი გარჯა შენი შეძლების მიხედვით. არ ჩავარდე ბნელ უფსკრულში იმის მსგავსად, რომელმაც იკადრა არაწმინდა სამოსელით შესვლა ქორწილში. შრომისა და თავის დაცვისგან იშვება გულისთქმების დაცვა და გონების სინათლე. ასე ღვთის მადლით მიაღწევს გონება იმ საქმეს, რომელსაც თავისი ძალით ვერ მისწვდება და ვერც ვინმეს ასწავლის, ვერც სხვისგან ისწავლის ამ საქმეს. ეს მცირეოდენი საუბარი ამ თავისა საკმარისია დაყუდებული გონების გასანათლებლად, ვიდრე მრავალი წიგნი რომ წაეკითხა. მონაზონს ევალება, რომ მოიძულოს ყოველგვარი ამქვეყნიური საქმე, რაც კი მავნეა სულისთვის, რათა არ მიეძალოს საერო საქმეებს და ცხოვრობდეს კეთილი და საღმრთო ცხოვრებით. რათა აღარასოდეს იხსენებდეს უწინდელ ბოროტ საქმეებს და არა მარტო მრავალნაირ საკვებს არ იღებდეს, არამედ პურითაც კი არ გაძღეს. მარტო ღვინოს კი არ უნდა ერიდებოდეს, არამედ წყალსას უზომოდ არ ღებულობდეს. ლოცვისას ღვთისკენ უნდა მიმართოს მან მთელი თავისი გონება, ხოლო ღმერთის ხსენებასა და ფსალმუნთა კითხვას
არასოდეს უნდა ტოვებდეს. გინდა იჯდეს, გინდა იდგეს, სათნოებების საწინააღმდეგო ყოველგვარ საქმეს უნდა ერიდებოდეს, რადგან ეს სულისთვის არის სარგო. უმნიშვნელო საქმეშიც კი სიმართლეს უნდა ამბობდეს და ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს, რადგან მისგან ველით ყოველ სიკეთეს განსჯის დღეს. არაფერი არ უნდა აკეთოს მან ადამიანთა დასანახად. ასევე ევალება, რომ თავისი უნებური ცოდვები გულში მუდამ ახსოვდეს და ამისთვის უხრავდეს და ტიროდეს, რათა იხსენებდეს თუ როგორი სატანჯველი ელის მას ამგვარი საქმეებისთვის, რათა ღვთის წინაშე წარსდგეს ახსარებით და არ დაიღალოს ტირილითა და გლოვით, ვიდრე არ ეპატიება ცოდვები. მაგრამ უწინდელი ცოდვების მიმართ დაუცველი არ უნდა დარჩეს. ისინი კიდეც რომ მოინანიოს, ვიდრე არ ნახავს, რომ ცოდვებზე მეტი კეთილი საქმენი აქვს ჩადენილი, ადამიანთაგან ქებით არ უნდა ხარობდეს იგი. არც ერისკაცივით უნდა იმკობდეს თავს, არამედ უნდა აშინებდეს ჩვენი უბადრუკი გონების დაფანტულობა და მუდამ ევედრებოდეს ღმერთს, რათა მას შეეწიოს, რამე თუ მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.